ამერიკის შეერთებულ შტატებზე უნდა გკითხოთ. თავისთავად ამისეთმა გააქტიურება ვენესუელაში და რეგიონში ბუნებრივად ახალი დინამიკა შესწინა ამერიკულ პოლიტიკას, ხო? მათ შორის შეიძლება ითქვას, რომ მარკო რუბიოსთვის დადგა რაღაცა სპეციალური მომენტი, მეტიც ჯეი-დი ვენსს მოუწია ცოტა თავის მართლება თვითონ რატო არ ჩანდა ამ პროცესში პრეს-კონფერენციაზე და თავისთავად ახალი ეტაპი დგას ბევრი სხვა გაგებითაც ხა ეს ვიწრო პოლიტიკური დინამიკა არის თვითონ ამერიკის აღქმის როგორ უნდა მოიქცეს ამერიკა ამასთან დაკავშირებით რო აღწეროთ ეს დისკუსია რაც ახლა არსებობს ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში ვაშინგტონში როგორც აღიქმება ახლა ამერიკული ძალაუფლება და ვინ არიან ამ ძალაუფლების წერტილები. ბევრი დროც არ გრჩება ასე რომ თქვენ გითხრათ ბურთს და მოედანს შეგიძლიათ სვად ახსნათ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. რისი თქმა შეიძლება? პირველ რიგში იმის რომ გამოიკვეთა ის დაპირისპირება, რაც იდეოლოგიურად აქამდეც არსებობდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ჯეი-დი ვენსი ასე ვთქვათ ბუნებით ანტიინტერვენციონისტია და არ არის მომხრე ვთქვათ, ხო, ამ ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის და ამ საგარეო პოლიტიკის კრიტიკის ნიადაგზეა ვთქვათ არჩეული და ვიცე-პრეზიდენტად არჩეული, ანუ კლასიკური ტრამპისტი ამ კუთხით, ხოლო ყველა ვიცით რომ რუბიო გატრამპისტა, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო, მაგრამ ასე თქვა ავთენტური რუბიო არის ის რუბიო, რომელიც ყოველთვის იყო ხარდამჭერი ნეოკონსერვატიული ფლანგის წარმომადგენელი იყო და აქტიური სამხედრო კომპონენტით გაძლიერებული საგარეო პოლიტიკის ხარდამჭერი იყო, შესაბამისად ის წინარე თქვათ დაპირისპირებები რაც არსებობდა ალბათ ეხლა უფრო გამოიკვეთა მეორე მხრივ თვითონ ამ ტრამპისტულ ბანაკშიც რომელიც ერთის მხრივ ხო ვიცით რომ ტრამპიზმი დგას დეკლარაციულ თქვათ ანტიინტერვენციონიზმზე რომ ყველა წინარე ადმინისტრაცია ჩვენ ომში გვხვდა და ჩვენ ასე ვთქვათ ომებში აღარ უნდა ჩავერთოთ მეორე მხრივ რაც ვენესუელაში განხორციელდა ეხლა ეს ანტიინტერვენციონიზმისგან შორს დგას ხო მოხდა კიდე ეძახიან რომ ის იყო სამართალდამცავი ოპერაცია მაგრამ რეალურად ფაქტია რომ ესეთი ქვეყნის რომელსაც არ აღიარებდნენ მართალია მაგრამ ქვეყნის მეთაური დააპატიმრეს ქვეყანა არის რეალურად კარანტინს ეძახიან, მაგრამ არის ბლოკადის ნავთობის ბლოკადის ქვეშ, სანამ არ შეასრულებს თქვათ იმ მოთხოვნებს ეს ქვეყანა და ეს უფრო და ბევრად თქვათ საგაზეთო ანალიტიკოს გაახსენა მე-19 საუკუნის ქვემეხების დიპლომატია, ხო? იგივე თქვათ ის პოლიტიკა, რომელსაც თავად ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებდა დასავლეთ ნახევარსფეროში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ბევრი თუ არა გვაქვს და პარემ ვიკითხავ ირანის თემებსაც გვინდა რომ შევეხოთ და საინტერესოა თქვენი აზრი შაჰის ვაჟის როლთან დაკავშირებით რომელიც ახლა ფრაგმენტირებული და პრაქტიკულად არ არსებული ოპოზიციის პირობებში აღიქმება ერთადერთ გამაერთიანებელ ფიგურად უბრალოდ ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის და ასევე მონარქიზმთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები და პოზიციები არსებობს თვითონ ირანის შიგნით რა შეგვიძლია თქვათ მასზე და მის მზარდ პოლიტიკურ როლზე, იმიტომ რომ ის ბოლო წლებში აქტიურობდა. ხო, ხა შაჰის ვაჟი მიუხედავად დიდი პატივისცემისა, მე მგონი არ არის ის ფიგურა. მრავალი მიზეზის გამო პირველი 1980 და 80-იანი წლების 79-ში მოხდა, ხო, რევოლუცია. 79 წლიდან და მანამდეც ხო ტეხასში სწავლობდა. შესაბამისად, ქვეყანაში არ არის ნამყოფი უკვე რამდენი წელი გავიდა, ხო? 50 წელია ქვეყანაში ნამყოფი არ არის და მიუხედავად ეხლა დასავლური მედიის ხარდაჭერისა და იმისა, რომ ოპოზიცია დაკსაქსულია და ის ერთადერთ თქვათ მეტნაკლებ რეალურ თუ გამაერთიანებელ ფიგურას წარმოადგენს ამ ხრივ. მე მგონია რომ თვითონ ქვეყნის შიგნით მისი მხარდაჭერა, ხა მე არ გამიზონია, მაგრამ მგონია რომ მაღალი არ არის. აქ ორი ფაქტორია. ერთი რომ მოსახლეობის უმეტესობას მამამისი არ ახსოვს, ეს ერთი მხრივ შეიძლება იყოს პოზიტიური, იმიტომ რომ მამამისი მარტო თქვათ რაღაცა მოდერნიზაციული გეგმებით არ დამახსოვდა ხო ისტორიას. ხა ამ რეჟიმთან შედარებით ის ხა საბავშვო ბაღია, მაგის რეპრესიული რეჟიმი, მაგრამ ასევე საკმაოდ წამებლური და რეპრესიული რეჟიმი ქონდა მამამის. შესაბამისად ის რომ მოსახლეობის უმეტესობას მამამისი არ ახსოვს, ეს შეიძლება იყოს ერთი მხრივ პოზიტიური, მაგრამ მეორე მხრივ ანტიმონარქიზმი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და სკოლებიდან ასწავლიან, რომ ეს იყო საზღვარი რეჟიმი, რომელიც იყო ამერიკის ლაქი ასე შემდეგ. ამიტომ რამდენად თვითონ ქვეყნის შიგნით ავთენტური მხარდამჭერა აქვს თქვათ კრონპრინც ეს სათუა, რა თქმა უნდა მას ხარდაჭერა აქვს თქვათ პრესაში, პოლიტიკურ წრეებში
იგივე ემიგრაციულ წრეებში ირანის, მაგრამ ქვეყნის შიგნით რამხელა მხარდაჭერა აქვს, ეს სათუა, ხო, აი რომ ვენესუელას შევადაროთ ახლა გაცილებით დიდი ვენესუელის ოპოზიციას კრებსითად, ხო, გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს. და მიუხედავად ამისა, მაინც ახლა ქალბატონი კორინა მაჩადოს არ გამოვიდა, ну, ახლა ტრამპმა არ დადო მას ეპსონი და არ გამოვიდა არაფერი, ხო, და რომ დაუბრუნდეთ ირანს, მე მგონია, რომ ხა რა თქმა უნდა ამ კაცს აქვს ესეთი წარმომადგენლობითი ფუნქცია, მაგრამ ქვეყნის შიგნით შეიძლება რეჟიმის უკმაყოფილების ნიადაგზე თქვა სხვა ფიგურა აღარ დარჩეს, მაგრამ ავთენტური მხარდაჭერა არ მგონია რომ მაღალი ჰქონდეს ამ კაცს. დიდი მადლობა გიორგი, სამწუხაროდ რა რჩება, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს თქვენთან მომავალში, იმიტომ რომ მოვლენები მხოლოდ კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდება. გემშვიდობებით თქვენ და ვემშვიდობებით მაყურებელსაც. ჩვენ